თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების დავით ლომიძისა და თემურ ზასოღაშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და საქმეში მტკიცებულებების დაშაშვებაზე მსჯელობენ მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმას და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესზე ადვოკატები ბრალდებულების დაცვის ნაწილში უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ და ასევე ითხოვენ საქმეში დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, ასევე უფლებადამცველების მოთხოვნა მათი დაცვის ქვეშ ყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უნდა დაერთოს საქმეს. თემურ ზასოღაშვილს მე ვაჩოცხარი მოწმე იმისა, რომ შეეძლო დაცვის უფლება. ვინაიდან რადგანაც 2022 წლის 3 დეკემბერს მაშინ როდესაც მესამე იზოლატორში გავიწვი, რომ მე ჩემი დაცვის უფლება რომიძე მე თავად ვიყავი შეცდომის ამავდროულად მასეც უნდა ვუყურებოდეს და მე უნდა ვიყავი მისი ადვოკატი. თავად მე ის ადვოკატს არ მოცის საშუალება, რომ ახლა გავგარებოდი ჩემს იმუნიტეტისათვის დაცვის ქვეშ ყოფს. და აღნიშნული დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს. თითოეული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ შემთხვევაში ჩატარებულია ბრალდებულებთან და იმ პერიოდში მოწმის სტატუსის მქონე პირებთან, არის ნებაყოფლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არ ჩატარდებოდა. მეტიც, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია მათი ნებასურვილი შესაბამისად, ეს დასტურდება იმითაც, რომ თითოეულ ოქმზე აღინიშნება მათი წარწერები, რომ წაიკითხეს კონკრეტული ოქმი, გაეცემას, აწერენ ხელს და ასე თუ ამ ოქმებზე არის მათი როგორც წარწერები, ასევე ხელმოწერები. ამიტომ გაუგებარია კონკრეტულ შემთხვევაში, რას ეფუძნება დაცვის ხარჯს ვარაუდი და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეეზღუდათ კონკრეტულ პირებს დაცვის უფლება.